თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები შალაურსა და კურდღელაურში მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში ორივე სოფელში დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაზეც 403.000 ლარზე მეტი დაიხარჯება. წელს თელავის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ბიუჯეტიდან 19 პროექტი დაფინანსდა. დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოვინახულეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, სოფელი შალაური და სოფელი კურდღელაური. აღნიშნული პროექტები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში არა მხოლოდ რეგ ფონდის დაფინანსებით, არამედ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაც საბოლოო ჯამში კრებსითად ქმნის საკმაოდ დიდ მასშტაბს საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორ დიდ სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები, პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით.